გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვთ საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. არის თუ არა რუსეთი კობახიძის შეფასებით მტერი, როგორია ცხოვრება აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან და ექსკლუზიური ინტერვიუ პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერთან მიხაილ კამინსკისთან. გიამბობთ ვარშავიდან. ქართული ოცნება აგვისტოს ომის წლის თავს კვლავ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს, თუმცა დღეს ირაკლი კობახიძეს მძიმე კითხვებზეც მოუხდა პასუხის გაცემა. ფორმულას ჟურნალისტმა მას კითხა, აღიარებს თუ არა იგი რუსეთს მტრად და ოკუპანტად. რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს და ხაზი გაუსვა, რომ ოკუპაცია რუსეთის მიერ განხორციელებული ციტატა დანაშაულია ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. თუმცა, როდესაც ჟურნალისტმა პირდაპირ კითხა, არის თუ არა რუსეთის საქართველოს მტერი, კობახიძემ ამ ფორმულირების გამოყენებას თავი აარიდა. მისი განმარტებით რუსეთის მტრად გამოცხადება კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა, რომელსაც შემდეგი კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოყვეს. ჩვენ ძალიან მარტივად მინდათ მიიღოთ ჰედლაინი, მაგალითად იგივე თუნდაც რუსულ მედიაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ხო? ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მე ნაბიჯებიც უნდა მოვაყოთ, რო გესმოდით. ეს არის ისეთი პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა მოვაყოთ. ისეთი ნაბიჯები, რაც ეს არის ისეთი პოლიტიკური განაცხადი, ხო მომისმენთ, შეიძლება გაიასწრო. ეს არის ისეთი პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც ნაბიჯები უნდა დაახლოებით ის ნაბიჯები, ან ზუსტად ის ნაბიჯები, რაც მან პარტიამ მოაბოლა 2008 წლამდე. კარგად უნდა გესმოდით ყველაფერი და თუ გაიგეთ, ასეც სამართლიანო შეკითხვებს აღასრულებთ. მოსკოვი კი განაგრძობს ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის ქებას და მზადაა თბილისთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასის ინტერვიუში განაცხადა. გალუზინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს და სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ თბილისს ჯერ კიდევ ამ წლის თებერვალში მოუწოდებდა. გალუზინი კმაყოფილია, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ზეწოლამ და მოსკოვთან ურთიერთობებზე უარის თქმის მოთხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო. ჩვენ ღია ვართ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის. ცხადია, საქართველოს წარმატებული განვითარების გასაღები არა კონფრონტაციაში, არამედ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაშია. რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ კონტაქტებს, ისინი ამჟამად არ არსებობს. მიზეზი ქართული მხრიდან სურვილის არ ქონაა ჩაერთოს ასეთ დიალოგში. ჩემთვის, რა თქმა უნდა, რთულია იმის შეფასება, თუ როგორ ეხმარება ეს საქართველოს გარკვეული პრობლემების გადალახვაში, მაგრამ ეს მისი ხელისუფლების გადასაწყვეტია. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი იმდენად გამწვავდა, რომ სოხუმი ალტერნატიული გზების ძიებაში, მათ შორის შავი ზღვის გავლით საწვავის შემოტანის მცდელობაშია. ოფიციალური სოხუმის განცხადებით, ტურისტული სეზონის პიკზე პრობლემას რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია, რაც უკრაინის დარტყმებს უკავშირდება. ამ ფონზე გასულ კვირაში აფხაზურმა დიასპორამ თურქეთში საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გარღვევა სცადა. ჯერჯერობით არც ოფიციალურ თბილისს და არც ანკარას ამ საკითხის შეფასება არ გაუკეთებია. ოკუპირებულ აფხაზეთში რომ ბენზინის დეფიციტია, კარგად იციან ენგურს აქეთ მცხოვრებლებმაც. რუსული ოკუპაციის გავლენა მძიმე დაისახება სამეგრელო სოფლებზე, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, რადგან გართულებულია ყველაზე ტრადიციული ნათესაური და სავაჭრო კავშირები. სალომე ბოკუჩავა გიამბობთ. ამ ნომრებს გადომდა იქით რომ გადავალ იქაური ნომრები უნდა და იმიტომ სანომრე ნიშნების შეცვლა აუცილებელია, სანამ ენგურის იქეთ მხარე რუსეთის ოკუპირებულია, ყველა იძულებულია გამოცვალოს. იქაც საქართველოა, მაგრამ წესებს ოკუპანტები ადგენენ. ბავშვი საკითხავია ქართულსა სკოლებში სადღაც თითზე დასათველია. ერთი საგანია ქართული. ქართული სიმღერა საკითხავია. პენსიონერ კაც გალის რაიონიდან სახის გამოჩენა არ სურს, ეჭვობს, რომ ამ კრიტიკული აზრის გამო შესაძლოა მას პრობლემები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეექმნას. გვეუბნება, რომ ალტერნატიულ გადასასვლელებზე, სადაც მოქალაქეები დოკუმენტების გარეშე გადაადგილდებოდნენ, რუსმა ჯარისკაცებმა კონტროლი გაამკაცრეს. ენგურზე კი ყოველ გადატანილ პროდუქტზე თანხის გადახდა უწევთ. გვიხსნის, როგორ აუგრძალეს ქართულად ლაპარაკი. ქართული სიმღერის მოსმენის გამო კი ყველას დიდძალი ჯარიმა ელის. აი ეს არის თავისუფალი ცხოვრება, ან იქ, თუმცა არც აქ არის თავისუფალი ცხოვრება. მოლოდინი იყოს სულ სხვა. და აი რა მივიღეთ.
საწვავის დეფიციტია გალში, რუსეთის გავლენა აქაც აისახება. დანარჩენ საქართველოსთან აფხაზეთს ახლა დენის ხშირი გათიშვა ამსგავსებს. ეხლა დროებით შეჩერებული იყო ბენზინზე, მაგრამ უკვე გაჩნდა ბენზინი. ანუ შეძენა არ იყო შესაძლებელი საერთოდ. შეძენა კი 20 ლიტრას იძლეოდნენ, მეც არა. ელექტროენერგია ჩვენთანაც გაითიშა, მოგეხსენებათ, სამჯერ იყო დიდი გათიშვა. იქ რა ხდებოდა? აი ზუსტად როგორც აქეთ, ისე იქით გაითიშა. ისე ყველაფერი კარგადაა. რუხი ერთადერთი სოფელი არ არის, რომელიც საქართველოს ორ ნაწილად ყოფს, თუმცა სუსმა ჩვენივე უსაფრთხოების დაცვის მოტივით არ შეგვიშვა სოფელ შამგონასა და ხურჩაში. არადა სწორედ ხურჩის გვერდით მდებარეობს სოფელი ნაბაკევიც, ადგილი სადაც 31 წლის ასაკში აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია. აფხაზმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრემ 5-6 გასროლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა. ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები აბუჩადეგდებდნენ, მის მასხრა დაგდებას, პასპორტის შეურაცხყოფას მაპატიებდა პასპორტზე დაფუთხებას შეესწრო ჩემი შვილი. გიგამ მათ უთხრა, როგორ ბედავთ, ჩვენს მიწაზე დგახართ და ასეთ შეურაცხყოფას ქართველ ადამიანს როგორ აყენებთ. თავისუფლად მოვიდნენ იმ ადგილამდე, სადაც ჩემს შვილს 5-6 ტყვია ესროლეს, მომიკლეს ყველას თვალს. გიგა ოთხოზორიას მკვლელს ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლა 14 წელი მიუსაჯა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კი რუსეთს 130,000 ევროს გადახდა დააკისრა, რაც რუსულმა მხარემ არ შეასრულა. აი ეს ალტერნატიული შემოსასვლელები პირდაპირ უკავშირდება ყოფნა არ ყოფნის საკითხს. ეს არის სიცოცხლის რისკი. მათ უნდა ოჯახი გამოკვებონ. ისინი ეძებენ ისეთ ადგილს, რომელიც შეიძლება მიღმა დარჩეს რუსის ჯარისკაცის. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჯანდაცვის და განათლების პროგრამები ოკუპირებული აფხაზეთისთვის. პროგრამები არსებობს იმ სოფლებისთვისაც, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს. უფასო განათლება უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფოსგან აქვთ, ეს არის ზამთარში შეშის ფული. საოკუპაციო გამყოფ ხაზს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჭირდება სახელმწიფოსგან. მოსახლეობას კარგად ახსოვს, როგორ გაიტაცა და იმ მსხვერპლა ადიდებულმა მდინარე ენგურმა 4 ადამიანი 2021 წელს. ისინი გალიდან რუსი ოკუპანტებისგან მალულად მდინარის გადაცურვით ზუგდიდში გადასვლას ცდილობდნენ. ოკუპირებული ცხინვალისგან განსხვავებით შედარებით მცირეა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტები. ბოლო 4 შემთხვევა გასული წლის სექტემბერში, ივლისსა და დეკემბერში დაფიქსირდა. დაკავებულთა შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. თქვენ ევროპაში გელოდებიან, თქვენ დასავლურ სამყაროში გელოდებიან, თქვენ ჩვენი სამყაროს ნაწილი ხართ. განაცხადა საქართველოზე ჩვენთან ექსკლუზიური ინტერვიუში პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა მიხაილ კამინსკიმ. ბატონი კამინსკი 2008 წელს პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპული ლეხ კაჩინსკის პრეს-მდივანი და იმ უპრეცედენტო მხარდამჭერი პოლიტიკის მონაწილე იყო, რომელსაც პოლონეთის სახელმწიფო რუსეთის აგრესიის წინაშე მდგომი საქართველოს მიმართ იჩენდა. ფიქრობ, ბევრმა ქართველმა იცის თქვენი წვლილის შესახებ საქართველოს დახმარებაში, მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ 2008 წლის ომს. მაშინ პოლონეთის სახელმწიფომ პირადად პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკი და მთელმა პოლონურმა მთავრობამ ესეთი განსაკუთრებული მხარდაჭერა, ძალიან თამამი და ძალიან მამაცი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთის სახელმწიფო იყო ლიდერი მთელი საერთაშორისო საზოგადოების ამ პროცესში. როგორ ფიქრობთ, რა ქონდა მოტივი მაშინ პოლონეთის სახელმწიფოს? I think that the best description of the motives ვფიქრობ, იმ მოტივების საუკეთესო აღწერა, რომლებიც მაშინ ჩვენს პოლიტიკას განსაზღვრავდა, იყო სიტყვები, რომლებიც გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ თბილისში წარმოთქვა. იმ დღეს ჩვენ პრეზიდენტ სააკაშვილთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად ვიყავით, როდესაც რუსული ტანკები თბილისიდან მხოლოდ 60 კილომეტრში იდგა. ჩვენ ქალაქში ვიყავით და კაჩინსკიმ თქვა: დღეს საქართველოა, ხვალ იქნება უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და ბოლოს ჩემი ქვეყანა, პოლონეთი. ჩვენ ყოველთვის გქონდა განცდა, რომ ქართველებს და პოლონელებს საერთო ისტორია გვაქვს
გვაკავშირებს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მსგავსი იყო ჩვენი ბედისწერა რუსეთის ოკუპაციის პირობებში. რამდენად გავდა ერთმანეთს ოკუპაციისა და რუსიფიკაციის მცდელობები. მე ძალიან კარგად ვიცი, ისევე როგორც ამას კარგად აცნობიერებდა პრეზიდენტი კაჩინსკიც, რამდენად ღრმა ისტორიული კავშირები ქართველებსა და პოლონელებს შორის. ჩვენ ვსწავლობდით იმ პოლონელი ოფიცრების ისტორიას, რომლებიც რუსეთის იმპერიის დროს საქართველოში მსახურობდნენ, ასევე მრავალი ქართველი ოფიცერი მსახურობდა პოლონეთში. ჩვენს ისტორიაში სრულიად უნიკალური ფაქტია, რომ ქართველები იმ ორ ერს შორის იყვნენ, რომელთაც უფლება ჰქონდათ ემსახურათ დამოუკიდებელი პოლონეთის არმიაში 1919-1920 წლებში, როდესაც ჩვენ საბჭოთა რუსეთს ვებრძოდით. მარშალმა იოზეფ პილსუდსკიმ ქართველებს მისცა უფლება პოლონეთის ჯარში ემსახურათ ისე, რომ პოლონეთისადმი ერთგულების ფიცი არ დაედოთ. მან თქვა: თქვენ საქართველოს ემსახურებით, ახლა საქართველოში ვერ იბრძვით, ამიტომ იბრძოლეთ პოლონეთის არმიაში. იმავე მტრის წინააღმდეგ, მაგრამ დარჩით ქართველებად, არც პოლონეთის მოქალაქეობის მიღებაა საჭირო. ეს მართლაც განსაკუთრებული ჟესტი იყო. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენი ურთიერთობების ფესვები ძალიან ღრმად არის ისტორიაში. ისტორია მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რუსეთისთვის. პუტინის დღევანდელი იმპერიალისტური პოლიტიკა სწორედ რუსეთის ისტორიულ ნარატივებს ეყრდნობა. მათი ინტერესები სწორედ მათი ისტორიის რუსულ ინტერპრეტაციას ეფუძნება. ისტორია მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ქართველებისთვისაც, რადგან ორივე ერი საკუთარ ისტორიას განსაკუთრებულად უფრთხილდებით. საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო და მისი კულტურა რუსეთის კულტურაზე გაცილებით ძველია. ქართველები და პოლონელები გეოგრაფიულად მეზობლები არ ვართ, მაგრამ სულიერი მეზობლები ვართ. ძალიან გავართ ერთმანეთს. პრეზიდენტ კაჩინსკისა და პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი მეგობრობა სწორედ ამ ძმობის საუკეთესო მაგალითი იყო. ჩვენი პოლიტიკა ემოციებზე იყო დაფუძნებული, მაგრამ ასევე ეფუძნებოდა პოლონეთის ღრმა ეროვნულ ინტერესს, რადგან პოლონეთის ინტერესშია, რომ ყველა მეზობელი ქვეყანა, რომელსაც რუსეთის მეზობლობა ხვდა წილად, იყოს თავისუფალი. რა შეცდომები დაუშვა დასავლეთმა და რა საერთო აქვთ პოლონეთს და საქართველოს? ნახეთ ინტერვიუ მიხაილ კაჩინსკისთან სრულად VT საქართველო News-ის Facebook-სა და YouTube პლატფორმებზე და ამავე დროს გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხები. დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. ეს განცხადება ამერიკელმა სენატორმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა ჯონ მაკეინმა 11 აგვისტოს გააკეთა. ამავე დღეს გაეროდან გახდა ცნობილი, რომ რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას მოითხოვდა. 11 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკან დახევის პროცესში მყოფ ქართულ სამხედროებს რუსული ძალები დაესხნენ თავს, რაცაც მძიმე დანაკარგები მოჰყვა. ღამისა და დილის საათებში რუსეთის ავიაციამ განაგრძო საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა, მათ შორის კოდორის ხეობის, ხელვაჩაურის, გორის, სენაკის, ანაკლიის, განმუხურის, თბილისის სარადარო სადგურების და შირაქის სამხედრო აეროდრომის მიმართულებით. პარალელურად როკის გვირაბის გავლით საქართველოში დამატებითი რუსული სამხედრო ნაწილები შემოდიოდნენ. ცხინვალში კონცენტრირებულმა რუსულმა ძალებმა ორი ძირითადი დაჯგუფებით დაიწყეს წინსვლა გორის მიმართულებით, ხოლო მეორე მიმართულებით რუსულმა სამხედროებმა პატარა ლიახვის ხეობა და სოფელი ერედვი დაიკავეს. სამშობლოება ქონდა რუსებისთვის გამოზიდებული ქონდათ იქ ტექსტში ეწერათ რომ გენოციდი მიმდინარეობს და ამ კონცეფციას მოუყურებთ. მე ეს ტექსტი შეიცვალა, ნარატივი შეიცვალა, მე უკვე ამბობდა რომ ჩვენ გენოციდის გამო კი არ ვქენით ესაც ვქენით. იმიტომ ვქენით რომ რუს სამშობლოებს გაუხსნეს ცეცხლი და ჩვენ დავიცავით რუს სამშობლოებს. ესეც არასწორია, იმიტომ რომ მე ჩვენ ვიპოვეთ ბევრი დოკუმენტი რომ მათ შორის რომელთაც რუსმა სამშობლოებმა მიიღეს ზოგმა გარდაცვალების შემდეგ ზოგმა სიცოცხლეში რუსული სახელმწიფო ჯილდოები იმის გამო რომ ისინი მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში უფრო ადრე ვიდრე უნდა ეწყოთ. და ასევე არის ბევრი შემთხვევა როცა უცვლელად ფიქსირდება რომ რუს სამშობლოები კი არა რუსი ჯარები შემოვიდნენ, ჯარისკაცები შემოვიდნენ ცხინვალის რეგიონში ოფიციალურად ბევრ ადრე ვიდრე ომი დაიწყებოდა. მე მოიგონეს მესამე ნარატივი, იმიტომ რომ სამშობლოებმა არ გაამართლა, გენოციდმა არ გაამართლა, მე თქვეს რომ აბა რა ეგონათ მაგათ ნატოში რუსეთის შესვლა უნდათ, მაგიტომაც მოხდა იქ ამბავი. მაგრამ შემეს არც ეგ ნარატივი არ არის მართალი. იმიტომ რომ 2018 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტის მერე სრულად აღშკარა იყო რომ საქართველო და უკრაინა არ ხდებოდნენ ახლობელ მომავალში ნატოს წევრები, რომ ქვეყნები ნატოს ქვეყნების ნახევარმა
მაპის მომჭებას ჩვენთვის და უკრაინასთვის მხარი არ დაუჭირა. დღის განმავლობაში ქართული სამხედრო ნაწილები რამდენიმე მონაკვეთზე ცდილობდნენ რუსული კოლონების შეჩერებას. მიუხედავად წინააღმდეგობისა, რუსული ქვედანაყოფების ნაწილი სამხრეთ მიმართულებით განაგრძობდნენ გადაადგილებას. დასავლეთ საქართველოში რუსული ძალები შევიდნენ ზუგდიდსა და მოგვიანებით სენაკშიც, სადაც ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარეს. პარალელურად შეიქმნა საფრთხე, რომ კოდორის ხეობაში მყოფი ქართული ძალები ალყაში მოექცეოდნენ, რის გამოც მათ ხეობის დატოვება დაიწყეს. რამდენიმე საათში რეალურად დაიწყო შეტევა მეორე მიმართულებით, ჯერ კოდორზე ავიაციის და артиლერიის მეშვეობით, ხეობა იმობებოდა უმწყალოდ, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენი შეერგებული ძალები იყვნენ კარგად განლაგებული, მაგრამ ზიანი ჩვენ არ მიგვიღია დაუმოისაგან, მაგრამ მერე შეიქმნა უკვე ამ ძალების ალყაში მოქცევის საფრთხე, რუსები გადმოვიდნენ. დაიკავეს ზუგდიდი და დაიწყეს სვლა სვანეთის მიმართულებით. და როგორც კი ისინი მივიდოდნენ ჭუბერამდე, ფაქტიურად ჭუბერში მისვლით ისინი ალყაში მოქცევდნენ ჩვენ დანაყოფებს, ამიტომ იძულებული გავხდით, რომ მოსახლეობაც ჩაარიცხა პოლიციას კოდორიდან გამოგვეყვანა და მერე მესტიისა და უშკურის გავლით ჩამოგვეყვანა ლენტეხში, სადაც მათ დაიკავეს პოზიციები ცხენიწყალთან, რათა დაეცვათ ქუთაისს. 11 აგვისტოს სამხედრო მოქმედებების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობდა დიპლომატიური პროცესიც. საქართველომ ოფიციალურად მიიღო საფრანგეთისა და ფინეთის შუამავლობით შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა, თუმცა საომარი მოქმედებები არ შეჩერებულა. საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა განცხადებით, რომ რუსეთი ცდილობდა არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების მოპოვებას, არამედ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების შეცვლას. გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ზალმეი ხალილზადმა საჯაროდ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვმა კონდოლიზა რაის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა წაუყენა. ლავროვს და რუსულ მხარეს არასდროს უარყვია საქართველოში ხელისუფლების ძალადობით შეცვლის მოთხოვნა. პრაქტიკული ოკუპაცია უნდათ, ხო, მთელი საქართველოს. ამოცანა ეს იყო, როგორც ჩანს. და ის თვითონ თვლიდა, რომ ამას საიდუმლოდ ეუბნებოდა სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, როგორც თვითონ და შემდგომ მის მემუარებში ჩანს, როგორც უპასუხა, რომ არ შეიძლება ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო მინისტრს ესაუბრებოდეს ფარულად სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ცვლილებაზე, ეს არის მიუღებელი და არც საერთაშორისო სამართლით არის მისაღები და არც შეერთებული შტატების სტილია და არ არის საერთოდ მისაღები შეერთებული შტატებისთვის. იმავე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ რუსული ძალები თბილისისკენ მიმავალ გზებს უახლოვდებოდნენ და მათი მოქმედებები საქართველოს ხელისუფლებას ემუქრებოდა. დღეს ამით ვასრულებთ დაელოდეთ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ქართულ პროგრამას ვარშავიდან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. გუჯერა, რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. ნახვამდის.